განაგზეთ თემა ბძანა. 13-14 არა, აი მიამ თქვას და ვალისთან შემდეგ თქვენთან და ვანოსთან. მინდა ამტკიცა ეს რო თქვა მასალებიდან ჩანს მოწმობის ჩვენებით, რომ გერმანიაში საკვები, არ იყო კონკრეტულად ვიღაც პირებისთვის, მაგალითად პატრიარქისთვის ცალკე არ კეთდებოდა ან შორენასთვის ან ვინმესთვის, 12 ადამიანი იყო და ისინი ერთიანად, ერთად კეთდებოდა და მიირთმევდნენ. ეს რას ნიშნავს, რომ ცალკე საკვებით ვერ მოწამლავდა ვერავი? ხო, ეს ნიშნავს, რომ მაშინ გამოდის, რომ მამა გიორგი იყო კამიკაძე ტერორისტი, რომელიც ჩავიდა და აპირებდა იქ 12 ადამიანის მოკლას. ხო, აბსურდამდე მივდივართ და არ ყოფილა ცალკე ესე გამოყოფილი. ცალკე ულუფაში ჩაყრა გამორიცხული. არ ვიცი, ალბათ ქალბატონ შორენას თებში თუ ჩაყრია მის თვალწინ, იმიტომ რომ ეხა ესე ცალკე არ ყოფილა დანაწილებული და ეს ჩანს მოწმეთა ჩვენებებით. კარგით, ლალი, მოდი გადმოვალ მე თქვენთან. აი ინტერაქტივის შეკითხვა, რომელიც გვაქვს დასმული, გჯერათ თუ არა ოფიციალური ვერსიის. კომენტარს გავაკეთებ რა. პატრიარქისთვის, არა, ერთი ამდენ ტყუის უკვე არა, ვერ ჩავჭრე. პატრიარქისთვის საჭმელი მონასტერში, საპატრიარქოშიც არ კეთდება სხვებთან ერთად. პატრიარქის საჭმელი კეთდება ცალკე ყოველთვის. მით უმეტეს საოპერაციო საქმეში ეს პროკურატურის წესებულება არასოდეს არ კეთდება, მას ცალკე და პროკურატურის საქმეში თუ დინგა მე ვიხეაც არის. ჩვენ რო სუფრაზე ვზივართ, ჩვენთან მოაქვთ საკვები და პატრიარქისთვის მეაქვს განსაკუთრებული საკვები, იქიდან გამომდინარე რომ ის მისი და ეს ხო გერმანიაში ხდებოდა ეს ყველაფერი და მე რა გერმანიაში რო ხდებოდა ძალიან ხდებოდა ისე უნდა დავამთავრო მე გამოვა რომ ბევრ სტუმარს სიტყვა ვერ მივცე მია უპასუხებთ ამას და ლალისთან გადავიდეთ ეს არის პროკურატურის მტკიცებულება მე არ მომიგონია ამას დავადასტურებ მით უმეტეს ბრალი არის ალბათ შორენაზე და არა პატრიარქზე ხო შორენაზე ლალი ერთი წუთი ძალიან გთხოვთ რა ლალისთან გადავდივარ შეკითხვით ინტერაქტივში როდესაც დავსვით კითხვა ერთი შეკითხვა მაქვს რა თუ ამ რაღაც დეტალებზე ყვებით რაღაცე ბარემ თქვით რა ბოლომდე თუ რამე ისეთი ახლა იქ ულუფა კეთდებოდა რაღაც საკეთებდა ესეც ხო დეტალები აქვს გამჟღავნების